ახლა სავარჯიშოდ მივდივარ და უცბად მომიდა იმის გაზიარება, რაც ახლა ხანს მოხდა, მოკლედ და მოგეხსენებათ ბოლოს სტატიის დემეძირებას ნიშნავს აღქმა საერთოდ არ აქვს. უბრალოდ ძალიან შემცირებული აქვს, სულ უნდა მიმართულების მიცემა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სხვანაირად ხედავს უკვე ამ სამყაროს და მოკლედ დაფანის დროს და ასე შემდეგ სულ უნდა ვუთხრა რა რას ნიშნავს, ანუ სხეულის სიტყვებიც კი არ ახსოვს, მაგრამ ნახეთ, აი მაგალითად სხეულის ნაწილზე რო ვეუბნები, აი ახლა ეს დაიბანე ან ასე შემდეგ, არ ახსოვს, მე თვითონ ვეარები და ასე მე თვითონ ვცდილობ რა შემდეგ ყველაფერი გავაკეთო, ან თავად ვაძლევ მიმართულებას და ნახეთ ახლა საპირფარეში შევალის დროს მიმართულებას რო ვეუბნებოდი, მაგალითად ვაძლევდი რატომღაც ამ ასე წავალ რომ ის გარეთ რატომღაც ამ მიმართულების დრო მიცემის დროსაც იბნეობდა და მოკლედ იქვე იცრებოდა ყველაფერი და მე ძალიან ვღიზიანდებოდი ამის გამო და ეს გაღიზიანება რომ გადავდე, ანუ ეხლა ხვდებოდი რაც მაღიზიანებდა, რა თქმა უნდა ის უფრო ხშირად ხდებოდა. მე ვხვდი რომ ყველაფრის პროცესებას თავად ვაკეთებდი, ამიტომ ახლა ჩემ თავს ვუთხარი რომ აბა რა გაღიზიანებ. ის რომ მიყვარს სისუფთავი, დავალაგეთ, გასაგები არის. თუმცა მოდი ახლა შევცვალოთ, გავიგოთ ადამიანს, შევცვალოთ ეს ყველაფერი, დამშვიდდი და დააკვირდი რატო იმის გარდა რომ მე თვითონ ვიწოვ ამ ყველაფერს, თვითონ რატო ემართება და ნახეთ რატო. ესე იგი რომ შევიყვანე საპირფარეში, ანალოგიურად დაიბნა, მოკლედ დასვრის პირას იყო ყველაფერი და ესეთი რაღაც თქვა. რომ მეთქი რა მოხდა დედა, რატო დაიბანი და მეშინი არ მიყვირონ. ანუ მთელი ცხოვრება გაატარა შიში, მთელი ცხოვრება იბნეოდა იმის გამო. უყვიროდნენ. შობე არასტაბილურად გრძნობდა საკუთარ თავს. არ იცოდა არასტაბილურად ქონდათ მშობლებს, მშობლებს ემოციები არასტაბილური მიიყვნენ თავად და შვილს ეს არასტაბილურობა ასწავლეს და შიში ამყოფეს მთელი ცხოვრება. მახსოვს ჩემი თავი, როდესაც მამა ჩემი ესეთ მეტყოდა ხოლმე რომ დავუკარი სალამი ჩიტურე ნებო დო რე მი ფა გონი ფაძიეზი სოლია თუ რაღაცა და მე მოკლედ აღარ მახსოვს და ესე იგი სულ ვიბნეოდი ხოლმე აი ვერაც დროს ვერ უკრავდი რატო იმიტომ რომ ვიცოდი რომ მამა ჩემ ყოველთვის ან მცემდა და დაასისხლიანებდა კლავიშს იმიტომ რომ ესეთ თემებზე მკიდებდა ხოლმე ხელს და თავს მარტყნევინებდა და სხვათაშორის აი ეს სურათი ძალიან გავს ზუსტად იმას რაც მე მახსოვს ფორტეპიანოც გავს სხვათაშორის ხო და ამიტომ ვერას დროს ვერ უკრავდი და სხვათაშორის პატარა ჩერთოს გავაკეთებ ახლა ვამონტაჟებ ვიდეოს და ესე იგი სასწაული მოხდა რო გამოვდიოდი სავარჯიშო დარბაზიდან მსგავსი ფორტეპიანო იდგა იქვე საიდანაც გამოვდიოდა იქვე სავარჯიშო დარბაზთან აი რასაც ესე ნეგატივს საუბრობდი და ნეგატივი წამებში ხდება წამებში მატერიალიზდება ანუ რაზეც საუბრობდი ფიქრობდი ის ავინახე წამებში გამოსვლის დროს და პოზიტივს დრო უნდა ასე რომ არ დანებდეთ ის გზაშია მალე თქვენთან მოვა აქ რო ჩამოვედი კანადაში მე მივხვდი ეს მოყოლი მაქვს უკვე და ვცლად აღარ მოყვება მე მივხვდი რომ ეს რატომ მერტყავდა მეთქი დანელი სადღაც თვეების იყო 6 თვის რაღაცა შეინო და რატომ მერტყავდა მეთქი იმიტომ რომ აი ჩაზე ეს სალამი ჩიტუნებოს გამო რატომ მერტყავდა და მე დავფიქრე ეს სალამი ჩიტო დაიცადე კაცო სალამი ჩიტუნებო ანუ გამარჯობა ეს რა ქართული სიტყვებასაც კი არ ვერ აღვიქვავდი რომ ქართული იყო წარმოგიდგენთ იმდენ ხელა სტრესი იყო ჩემთვის და რამის დამკვრელი ვიყავი ანუ მე როგორ მესმოდა იცით სალამი ჩიტუნება ბაბალაბაბა ანუ როგორც ჩინური ენა არის ეს mandarins ქვია ხო და ნუ მოკლედ როგორც აი ეს უცხო ენა ისე მესმოდა ვერ აღვიქვავდი სიტყვებს ანალოგიური იმართებოდა დედასაც ანუ რა ხდებოდა
იმდენად გამჭდარი აქვს ეს ხლერი მე ისეთ ადამიანებს იზიდავდა ვინც სულ უყირო და მამაჩემი უყირო და ასე შემდეგ თვითონაც უყირო და იმიტომ რომ ამის ღირსათული და თავს და ნახე და ესე იბნება როდესაც აი დემიცია თქვენ ადამიანი თუ ხედავთ რომ ძალიან დაიბნა უფრო მეტად ვიდრე იბნება ხოლმე ისაც სულ დაბნეულები არა ნიშნავს რომ რაღაც შიში არიან აი აგრესიული არის ეს მეტად ნიშნავს რომ რაღაც ის ეშინია უსაფრთხოდ აგრძნობინეთ თავი გაუმეორეთ უსაფრთხოდ ხარ დაცული ხარ სიყვარულში ხარ რომ დაწყნარდეს შეეცადე მოეფერე თუ თქვენს აქვს ეს აგრესია ხო წარმოიდგინე ვინც გონია რომ მოკლავს ის რომ ეფერება ცოტა გონია რომ რაღაცაშია ხო უფრო გაგიქცევათ არა ჩაგანაცვლოთ ვიღაცამ რომ ვიღაცამ დააწყნაროს რომ უსაფრთხოების განცდა არის მათთვის აუცილებელი ინა ვიდეოში როგორც აღნიშნეთ ტვინის ვიზუალიზაციამ აჩვენა ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებული უფლები ისევე ანათებს როდესაც ადამიანი განიცდის მაგალითად ვერბალურ შეურაცხყოფას დამცირებას სოციუმიდან უარყოფას და ასე შემდეგ და მეტიც უფრო მეტად აბახსოვრდება უფრო ღრმად რჩება იმიტომ რომ ფიზიკური ტკივილის განმეორება უფრო რთულია ვიდრე სიტყვიერი შეურაცხყოფის დიდ კოლს ტოვებს ამიტომ მიყვირეთ შვილებს კემპში აღარ არის სახლში არის ბატონ დანიელი და ეხა ბატონსაც გამახსენდა ამასაც განმარცვა რაღაცა უნდა ვთქვა და ეს არის სახლში არის და როგორც კი დარჩა დედაჩემი სულ აგრესიულია სულ ღირის სულ ამბობს რომ აი შემო თავში ჩამოგარტყარ მისანას რომ აგერ იქნება გაზრდილი ეგრევე ცუდად ხდება ხოლმე მაგალითად ვირუსი აცებული ანუ როგორც კი დანიელი უფრო მეტ დროს ატარებს დედაჩემთან უფრო ცუდად არის მიუხედავად იმისა რომ ბევრად და სულ პოზიტიური აფირმაციები და ასე შემდეგ ნახეთ რა გარემოში ხართ ავადდებ თუ დაავადებულ გარემოში ხართ თქვენც ავადდებით ძალიან რთული არის ამ გარემოში განკურნება. ამ წინა ვიდეოთი ნახეთ იქ ყველაფერი დაწვრილებით მიწერია ყველაზე ნათელ მაგალითს მოვიყვან. იესო როდესაც დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში, ასწავლების გაკეთება ვეღარ შეძლო. რატო? იმიტომ რომ მის რწმენა არ ქონდათ, ანუ მას უყურებდნენ როგორც დურგლის და მარიამის შვილს. მასთან ერთად იზრდებოდა იესო და როგორც ჩვეულებრივ ისე უყურებდნენ. ძალიან შემცირდა მისი ნიჭი და რატო? იმიტომ რომ სხვას არ ქონდა რწმენა მისი და ეს მასაც აისახა. გესმით? ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვიღაცას წამდეს ჩვენი როდის პოზიტივში ვიყოთ, ანუ ეს რაც ნიშნავს ესე დიდ პოზიტიურ ენერგიებში ვიყოთ. იმიტომ ეძახი ვიღაცა კომენტარი დამეწერა რომ შენ შევხვე ბატონს რატო ეძახიო? ესე მისთვის რას ნიშნავს? რაღაცა ყვითელი ცხოვება ეს შესანიშნავი ბავშვობა მქონდა. ანუ უნდა დაემტკიცებინა რომ ის ღირსი იყო რაღაცის. გესმით? ანუ მისთვის ვიღაცა უნდა რაღაცა სწავლები მოახდინოს, რომ ბატონის ღირსი იყოს. არა და რო ხარ, შენ ეს უკვე სასწაულია. როგორი შანსი იყო შენ გადაბადების ამ დედამიწაზე და რო გაჩნდი ეს უკვე სასწაულია. შენ საკმარისი ხარ. ამიტომ ყველა ბატონი და ქალბატონები ვართ, გესმით? არანაირი დამტკიცება არ უნდა გჭირდებოდა ეს არაფრის რო ვართ ეს უკვე სასწაულია. თუ მტკიცებაში ხარ ნიშნავს რომ კვლავ გადარჩენის რეჟიმი ვერ ხარ შემოქმედი და შენი სასწაული რაც რითაც დაიბადე ქრება როგორც იესო ნაზარეთში ვერ შეძლო სასწაულების მოხდენა იმ სასწაულების რაც შეეძლო იმიტომ რომ შენელდა იმიტომ რომ არ წამდათ მასე ასეთ შვილების რო არ უწამს მათი სინათლე ქრება ნენელა ქრება და შემდეგ საერთოდ ვეღარ საერთოდ იკარგებიან ირწმუნეთ თქვენ ქალბატონი თქვენი შვილი ბატონია თქვენი შვილი სასწაულია თქვენ ხართ სასწაული უბრალოდ მშობლებმა დაგავწყდეთ და თქვენს ავიწყებთ საკუთარ თავმომავლობას აქ
აქედან გამომდინარე არ უყვიროთ, არ გადასცეთ. ნახეთ, ეგრევე ცუდად დედაჩემი სულ ყვირის, ეგრევე ცუდად ხდება მცენარე მქონდა, მცენარეც ჭკნებოდა სისტემატიურად იყო. მე რამ კიდევ საიდან დავიწყეთ? მე დედაჩემს კამერებთან ტოვებ, ეს მშველის მე შემცვლელი არ მყავს, მაგრამ კამერებით რო ვაკვირდები. აი ეს მშველის რო მივხვდე იმას, რასაც ვაზიარებ თქვენთან, თორემ მეც იგივეში ვიყავთ და პირველი რა უნდა გააკეთოთ? თქვით რომ თავისუფლდები წარსულისგან, თავისუფლდები დედისგან, მამისგან. ახლა მეს ვიქმნი აქ და ახლა. მე არ ვარ საკმარისი, მე არ ვარ სრულყოფილი, მე უნდა ვამტკიცო რაღაცები, რომ ვიღაცა მიხდეს, რომ მე პატივი მცეს, მე ბატონი ვარ, მე ქალბატონი ვარ, პატივსაცემი ვარ. ნახეთ, როდესაც ეს პროგრამა გადმოგცეთ, როდესაც გადმოგცეს სისხლის პროგრამა, არასრულფასოვნების პროგრამა და ასე შემდეგ, მშობლებმა სოციუმ და ასე შემდეგ, როდესაც თავადებული ხართ, იგივეს უკეთებ. წარმოგიდგენთ, დანიელი რამდენიმე კვირა არის სახლში და უკვე ცუდად გახდა და თქვენ რას უკეთებთ თქვენ თავს, რომ ეს პროგრამა გაგვდა, სულ ატრიალებთ ვიღაცას, ცუდზე გაიფიქრებთ რაღაცას, ცუდს უსურებთ, თქვენ ავადდებით ცხოვრება. წარმოიდგინეთ, როგორი მოწამლული ხართ. ამისგან განთავისუფლების დროა აქ და ახლა. განიკურნოთ, გააღვიძოთ ეს თქვენი სასწაული და შეიცვალოთ ეს სამყარო უკეთესობისკენ, როგორ საკუთარი თავის ცვლილები. აქ რაღაც მიყვარხართ და ხედავთ, ვიცი რომ თქვენ შეიცვლებით, მე თუ შევძელი, ყველაზე ნეგატიური ადამიანი. პოზიტიური გავხდე, ნიშნავს რომ შეიცვლებ.